პროცესი, სადაც 33 ბრალდებულის მიმართ იმსჯელება ნაკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ ჩაინიშნება. ყველა მათგანს უკვე წაუყენა ბრალი ოფიციალურად პროკურატურა, მათ უდიდეს ნაწილს იზოლატორებში, ზაჰესში და დიღომში და ნაწილს კი დაუსწრებლად იმ ადამიანებს, რომლებიც არიან საზღვარგარეთ. ბრალდებულებს შორის ასევე არიან ისეთი პირებიც, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულისთვის უკვე ისედაც იხდიან სასჯელს და სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან. რაც შეეხება უშუალოდ საქმის მასალებს, მთავარი მტკიცებულება დაკავებული პირების წინააღმდეგ არის ფარული აუდიო ჩანაწერები, რომელიც საქმეში დევს. ეს არის საკმაოდ მოცულობითი მასალა, როგორც ირკვევა, სავარაუდოდ თვეების მანძილზე ამ ადამიანებს ფარულად უთვალთვალებდნენ, უსმენდნენ და მოგროვდა მტკიცებულებები, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს ადამიანები კანონის გვერდის ავლით ქურდული წესებით არჩევდნენ სხვადასხვა ფინანსურ დავას. მთავარი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებდა, ეს არის საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი მამუკა ჩხაბერიძე, იგივე ხონსკი, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება და მასაც ბრალი ოფიციალურად წარედგინა მხოლოდ და მხოლოდ დაუსწრებლად. საქართველოს პროკურატურამ კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და კანონიერი ქურდისათვის მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქურდული სამყაროს წევრები, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად სისტემატური ქურდული გარჩევების, დაშინების, საკუთარი კრიმინალური გავლენისა და სხვა უკანონო ქმედებების გამოყენებით აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს მართვასა და ორგანიზებაში. ისინი როგორც დამოუკიდებლად, ასევე კანონიერი ქურდის ჩართულობით სხვადასხვა პირებს შორის არსებულ დავებს განიხილავდნენ. უკანონო ქურდული გარჩევების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები მიმართული იყო ბრალდებულების ძალაუფლებისა და კრიმინალური გავლენების გამტკიცების, სარგებლის და უპირატესობის მიღებისაკენ. დაკავებულების ნაწილი, რომლებსაც უფლებადამცველები უკვე შეხვდნენ, ან კომუნიკაცია ჰქონდათ რაიმე ტიპის, ამბობენ, რომ ისინი დუმილის უფლებას იყენებენ ყოველ შემთხვევაში იქამდე, ვიდრე საქმის მასალებს, მტკიცებულებებს არ გაეცნობიან, არ სურთ პოზიციის დაფიქსირება. ჩვენ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ ადვოკატებს, უფლებადამცველებს, რომლებიც იცავენ წყალტუბოში და ქუთაისში დაკავებული პირების ინტერესებს. მათ ნაწილს ედავებიან ქურდული სამყაროს წევრობას, ნაწილს მიმართვას ან მხარდაჭერას. ჯერჯერობით ადვოკატებს უჭირთ საქმის მასალებზე საუბარი, რადგან არ იცნობენ, მოცულობითი არის მტკიცებულებები, მრავალტომიანი იქნება საქმე, რადგან დაკავებული 27 პირია, ოფიციალურად ბრალდება კი 33 ადამიანს წარედგინა. ახლა ყველა ელოდება იმას, როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი და სავარაუდოდ ადვოკატები უკვე გირაოს შუამდგომლობით შევლენ სასამართლოზე. ჩვენი დაცვის ქვეშყოფი წყალტუბოს რაიონში ღამის საათებში იქნა დაკავებული. ის უკვე გადმოიყვანეს თბილისში. მას წარედგინა ბრალი, რომელიც არის ქურდული სამყაროს წევრობა, რაც ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობას. ამ ეტაპზე ჩვენი დაცვის ქვეშყოფი უკვე გადაყვანილი არის დროებითი მოთავსების იზოლატორში. ჩვენ ჯერჯერობით ადვოკატებს არ გადმოგცემია და ველოდებით უახლოეს პერიოდში რომ გადმოგვეცება მტკიცებულებები და მაშინ უკვე რა მტკიცებულებები გადმოგვეცემოდა დეტალურად გავეცნობით ჩვენი მხარის მიერ პოზიციას ამის შემდგომ იქნება დაფიქსირებული. ჯერ არ შეხვედრი ხართ დაკავების შემდეგ თქვენ დაცვის არ დასაცავებ შეხვედრი და არ საქმე არ მინახავს. მე როგორც ვიცი, სახლში დააკავეს ესენი, განჩინება იყო ყველაზე რა ინფორმაციასაც ვთქვათ. წევრობას ედავებიან მათ არსებული ინფორმაციით თუ მიმართვას? როგორც ვიცი, ნახეთ ოჯახის წევრებმა როგორც მითხრა, ეს მხარდაჭერა სამზე და ერთზე მიმართვა. ქუთაისი ხა პატარა ქალაქია და ერთი ცხოვრობს ქალაქის ცენტრის ტერიტორია, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი ცხოვრობს კაფეჩხის ცენტრში. სავარაუდოდ ეს სამი უნდა იცნობდეს ერთმანეთს. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ დღის პირველივე ნახევარში იმსჯელებს და უკვე ცნობილია ისიც, რომ პროკურატურა ყველასთვის მოითხოვს პატიმრობის შეფარდებას.